რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. სანამ გავაგზავნებ, მოდი მოიწონეთ და გამოიწერეთ თქვენთვის ასურველ ნებისმიერ პლატფორმაზე. Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე, TikTok-ში. ჩვენ ხო აფექტის ხალხი ვართ. ტერმა ეს ძალიან კარგად იცის. აუფეთქდებით და მე მალე გაგვდის ხოლმე მუხტი. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედოთ რა დუხს ჩვენს გარშემო და უკვე ვიხარშებით თუ არა. ამ რამდენიმე დღის წინ კიდევ აფეთქდა სოციალური ქსელები, როდესაც რუს კოც პროპაგანდის მჟავანაძის Facebook-ზე აი ეს ვიდეო გაჩნდა. ოკუპირებული დონეცკიდან, როგორც გითხრა. Вы должны знать, что весь грузинский народ поддерживает вас в эти трудные минуты. უნდა იცოდეთ, რომ მთელი ქართველი ერი გიჭერთ მხარს ამ ძიმე წუთებში. საქართველოს უნდა იყო და იქნება რუსეთთან. ჩვენი პატრიარქი სული მეორებს ძალიან გაგვიმართლა, რომ მეზობლად მართლმადიდებელი русეთი ყავს. Сосед православная Россия. Если რუსეთი რომ არა მართლმადიდებლობა საერთოდ არ იარსებებდა. საერთო მტერი ყავს. и мы знаем, что мы победим, у нас общие враги. ისტორიული გადახვევა. საჩემს ირაკლი კობახიძეში იყო რუსეთი, როდესაც რომის პაპმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ერთმანეთი განკვეთეს კაცმარიცის. 1054 წელს მოხდა ეგ ნიკოლოს. 1054 წელს. რა ის რუსეთი და რა ის პრავოსლავია. შენი სათაყვანებელი მოსკოვის ადგილას მაშინ ჯერ ტურები კივიან. ქალაქი მხოლოდ 1 საუკუნის შემდეგ დაარსდება. პეტერბურგის ადგილას კი ბაყაყები ყეყინებენ საერთოდ. ქალაქამდე 7 საუკუნეა, 7. მაგრამ კაი, ისტორიის არცოდნა ჩვეულებრივი ამბავია. სიბრიყვე ან მიზანმიმართული პროპაგანდისტობა. აქ ამბავი სხვაა. ამბავია თავად ამბავი. ამ რუსების შეხვედრისა. ხო, იქითაც რუსია. დენის პუშილინი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტთა ლიდერი და აქეთაც რუსები. მარჯვნიდან და მარცხნიდან, გვარად მჟავანაძე, აბულაძე და ფიფია. მოგესალმებით დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. ჩვენ თვალს ვადევნებთ რა ხდება საქართველოში. გვიკვირდა საპირისპირო გზით რომ მიდიოდა ქართველი ერი. ისტორია გადახაზეს, გამარჯვება 9 მაისი. ვიცი რომ თქვენი პარტია აბსოლუტურად ადეკვატურია ახლა. ხედავთ დადებით ცვლილებებს საქართველოში. Надеемся, что იმედი გვაქვს რომ უახლოეს ხანში დონეცკის სახალხო რესპუბლიკა სრულიად გათავისუფლდება. აქ ყოველთვის მამაცი ხალხი ცხოვრობდა. ჩვენც როგორც უკრაინას გვაჯანჯღარებენ, ძალიან უხეშად ერევიან ჩვენ შიდა საქმეებში. всячески вмешиваются наши внутренние дела. შეხვედრის მნიშვნელობის გასაგებად მამუკა ფიფიას პიროვნებაზე ორი სიტყვა უნდა დავხარჯოთ. ან სამი. მისი სტატუსი აქ არის პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივნობა. ვიცი რომ არც ეგ პარტია გაგიგიათ, არც მისი დაარსება და არც მისი თავმჯდომარე იცით, მაგრამ ფსბ-თვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფსბ კი აქ წამყვანია. დენის პუშინის ამხელა რეგიონის სეპარატისტების უფროს ვიღაც უსახელო ვიგინდარა ვერ შეხვდება. არა, ვიგინდარა შეხვდება, მაგრამ მხოლოდ სახელიანი. სახელს კი შოუნა უნდა. მამუკა ფიფიამ თქვენ გაგიგიათ თუ არა, ამ გზაზე უკვე იმდენად წაიწია, რომ დღეს აძლევს ინტერვიუს გაზეთ იზვესტიას, ერთ-ერთ ცნობილ რუსულ გამოცემას. უყვება ქოცების სათქმელს დიპ სტეიტისა და საქართველოს საქმეებში დასავლეთის უხეში ჩარევის შესახებ. ფიფია იმავეს ყვება Соловьев Лайвზე. К нам присоединяется международный секретарь партии «Солидарность во имя мира» Мамук Пипия, автор одноименного телеграм-канала. Мамук, дорогой, рад приветствовать. Გამარჯობა, здравствуйте. ფიფია მეგობრობს ფსბ-ს ბაიკერთა კლუბთან, რომელიც მოტოგარბედენთან ერთად კაი მამაპაპური ჰომოსექსუალური სკანდალებითაც არის ცნობილი და საქართველოში პატიჟებს მათ. Клуб ночных волков должен быть в Грузии. Мы ждем вас. ფიფია საქართველოს სახელით აკვირდება ვითომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს და მათი ჭკუით ლეგიტიმაციას მატებს ლუკაშენკოს. Мы приехали недавно. Ситуация, скажем вам, стабильная, прекрасная. ფიფია აწყობს კლოუნადას რუსეთ-საქართველოს არც მეტი ასნაკლები გაერთიანების მოთხოვნით. Железная логика исторических процессов. ისტორიული პროცესების ლოგიკა კვლავ კაცრად აყენებს ორი ხალხის, ორი ქვეყნის, საქართველოსა და რუსეთის დაახლოების საკითხს. მათ უნდა გადალახონ აზრთა სხვადასხვაობა და გაერთიანდნენ ყველანაირი წინასწარი პირობის გარეშე. არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა საერთო ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო, პოლიტიკური სივრცის შექმნისა. Развитие и процветание. ამ მიმართვების კითხვა თქვენ ალბათ ხვდებით რომ მხოლოდ ფორმალობაა. სიმონიანებს, სალავიოებსა და დუგინებს რომ მერე მიეცეთ ალაპარაკო, აგერ თვითონ ქართველები გთხოვენ ამასო. ფიფია ამაში გამოცდილი და სანდრო კადრია. მისი სახელი და ორგანიზაცია იყო კრემლმა რომ მიაწერა თავის დროზე
საკუთარი თავისთვის გაგზავნილ უსტას. აი ძალიან გთხოვთ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ გააუქმეთ ვიზები ქართველებისთვის და გამოგზავნეთ თვითმფრინავების რეისები. იმანას თითქოს ხალხი ხმა შეისმინა და აი მოგვაყარა ციური მანანასავით. Возобновление прямого авиасообщения с Грузией, а также отмены визового режима для грузинских граждан. პაუზის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ რეისით თვითმფრინავი 13 საათსა და 15 წუთზე დაიშვა. ამ თემას ერთხელ უკვე ვიქოთქოთეთ და შევეგუეთ. თითქოს ნორმალურია, თითქოს ასეც უნდა იყოს. აი, ამას ვამბობ ზუსტად. ასე ფიქრობს რუსი, როცა ამ სამეულს ახალი დავალებით გზავნის. თითქოს არც სათითაოდ რომელიმე მათგანი არც ერთად სამივე ბევრს არაფერს წარმოადგენს. მაგრამ შეხედეთ და მოусმინეთ ამას რუსული აუდიტორიის თვალითა და ყურით. როგორც ეს პუშილინმა გააფორმა საკუთარ სოციალურ ქსელში. შევხვდით თანამოაზრეებს საქართველოდან მამუკა ფიფიას მშვიდობისთვის სოლიდარობის პარტიის საერთაშორისო მდივანს, ქართული ოცნების წევრსა და სამხედრო მიმომხილველს პაატა აბულაძესა და რუსულად მაუწყებელი ქართული ტელეარხის დამფუძნებელს ნიკოლოზ მჟავანაძეს. რა გაიგო და როგორ გაიგო ეს რუსმა? ქართველი პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და მედია მაგნატები დაირაზმნენ და ჩავიდნენ დონეცკში, სადაც ჩაატარეს უმაღლეს დონის შეხვედრები. ესე იგი, საქართველო მართლად ვიბრუნდება და ლავროვი და პუტინი არ გვატყუებენ. Возврата к Советскому Союзу не будет. საბჭოთა კავშირი არ დაბრუნდება, მაგრამ რაღაც საკავშირო სახელმწიფო რატომაც არა. ამას უნდა ვესწრაფოთ. ჯობს იყო დიდი ქვეყნის ნაწილი, ვიდრე რაღაცის პატარა ნატეხი. შეერთებული შტატების პოლიტიკაა დაგვანაწევროს და მტრად მოგკიდოს ერთმანეს. ეს პოლიტიკა არ იცვლება უკვე რამდენიმე 1000 წელია. Ничего не меняется уже сколько тысячелетий. თუ ეჭვი გეპარებათ, რა შეიძლება ფიქრობდეს ქართველებზე, ზოგადად საქართველოზე, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე პუშილინია ნებისმიერი ვიღაც სხვა რუსის ჩინოვნიკი, ამასაც ერთად მოусმინოთ. წინასწარ გეტყვით, 2008 წელზე ამ კაცს უარესი აქვს ნალაპარაკები. აქ კი გიზიარებთ მოსაზრებებს 1920 წლის ბოლშევიკური აჯანყების ჩახშობაზე პირველ რესპუბლიკის მთავრობის მიერ. ამ პატარა დეტალს თუ არ მიაქცევთ ყურადღებას, შეიძლება უცებ გეგონოთ, რომ თეა წულუკიანი ამ ბორის ივანაშვილი ლაპარაკობს მისი ენით. 100 лет прошло с тех пор, как территориальные притязания Грузии обернулись геноцидом осетинского народа. 100 წელი გავიდა, რაც საქართველოს ტერიტორიულმა პრეტენზიებმა ოსი ხალხის გენოციდი მოიტანა. დაიღუპა ათასობით ოსი, გადაიწვა სოფლები. გვესმის თქვენი ტკივილი, რადგან ვიცით, ამავეს უმზადებდა დონბასს უკრაინა. ჩვენ თქვენთან ერთად დავტირით ყველას, ვინც ქართველი ბოროტმოქმედების ხელით დაიღუპა. და აღდგეს ისტორიული სამართლიანობა და მსოფლიო თანამეგობრობამ დაგმოს საქართველოს მთავრობა, როგორც დანაშაული სამართალმემკვიდრე და თანამონაწილე. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. Мировому сообществу осудить правительство Грузии как правопреемника и соучастника преступления послужат восстановлению исторической справедливости. Конечно, наши западные так называемые партнеры хотят нас рассорить. რა თქმა უნდა, ჩვენს ეგრეთ წოდებულ დასავლელ პარტნიორებს სურთ წაგვაჩხუბონ. ასე ვყოფენ. ჩვენ კი მაინც ასე ვიწევთ ერთმანეთისკენ. იმიტომ რომ ღმერთია ჩვენთან, ქრისტეს მიერ ძმები ვართ. ერთად ყოფნა გვიწერია და იმედია ვიქნებით კიდეც ერთად. Бог, мы братья во Христе, и нам как бы суждено быть вместе. Мы надеемся, что мы будем вместе. მამუკა ფიფია რომ ფსბ-თვის ძალიან სანდო კადრია ხელწერაზე ეტყობა. მხოლოდ ის რომ გითხრათ რომ Russia Today-ის, ანუ მარგარიტა სიმონიანის, ანუ ფსბ-ს საყვარელი რესპონდენტია საკმარისია. და რომ დავამატო რომ ოქტომბერში არჩევნების წინ ის იყო წყარო, ვინც ქართული სუსისთვის თითქოს სახელმწიფო გადატრიალების გეგმა გახსნა და პირდაპირ დაადო ხელი დასავლეთს. გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, რომ უკრაინული სპეცსამსახურები ნამდვილ ინტერნაციონალს აგროვებენ. იქნება ხალხი რუსეთიდან, ბელარუსიდან, რა თქმა უნდა, ქართველებიცა და უკრაინელებიც. ბოევიკები 2-3 კაციან ჯგუფებად უკვე შემოდიან საქართველოში. იარაღი საკმარისი აქვთ. ამერიკისა და ბრიტანეთის საელჩოებში დევს. ბევრი დრონი აქვთ, ბევრი ოპერატორი ყავთ. მათი მთავარი ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. დარწმუნებული ვარ, უკვე მზად ყავთ საკრალური მსხვერპლი. მათ სისხლი უნდა დაღვარონ და ამისთვის მზად არიან. ეს განცხადება სრულიად საკმარისი იყო, რომ სუს საღეძრა სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო წყობის ძალადობრივი შეცვლის მუხლით. ბორინკა საყვარელი 315 მუხლით, რომლითაც წინა წლებში არაერთი საქმე აღუძრავს უკვე. დიდი ხმამური აუტეხავს, ოღონდ ვერცერთი ვერ გამოუძიებია. თუ ვინმეს არ გახსოვთ. ხან დეპუტატებს დააბრალეს სომხეთიდან ნაღდი ფული შემოტანა. ხან რუსთავიორს, სანამ ბორია ჩაიდებდა ჯიბეს ჯერ კიდევ, დააბრალეს საბურავების დასაწყობება, რომ მერე ცეცხლი წაეკიდებინა და საწყალი პოლიციელებისთვის ესროლათ. ზოგადად მე მგონი, ამ სამკუთხედ თავის ქალა ფიქრების განიავებისთვის მაინც და მაინც აეროდინამიური და მოხერხებული არ არის. ამიტომ იდეები, როგორც ბევრჯერ ვნახეთ, ამ სამკუთხედ თავში რაღაც იჭედება ხოლმე. თუმცა არაუშავს, ბრბო ჭამს. ასჯერ რომ გაუმეორო ერთი და იგივე, ასჯერვე დაიჯერებს ამ სისულელეს.
ცოტას გადაუხვევთ ემიდან და საქართველოს რომ სწორი სახელმწიფო იყოს, ჭიკაიძე შმიკაიძე, გახარია თვალთხარია, ან ვიღაც სუსის თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი ხელმძღვანელი თავად უნდა გახდეს სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი საზოგადოებრივი სიმშვიდის არევისა და არარსებული დანაშაულის გამოსაძიებლად ამხელა სახელმწიფო რესურსების ფლანგვისთვის. მაგის როც მოვა, მოიმარჯვებენ ეგეინს კალმებს, აუცილებლად. ჩვენ კი უფრო მელკა კალიბერნი რუსებს დაუბრუნდეთ. სათვალავე ბოლოს მგონი თვითონ ლილუაშვილსაც კი არეული ჰქონდა და ნურც მე მომთხოვთ ამიტომ 100%-იან სიზუსტეს, მაგრამ რამდენადაც ვიცით, სუსის ბოლო საქმე სწორედ PPA-სა და PPA-სნაირების სცენარი გახდა, მათი მონაყოლი. ჩამოდიან ქართველი მებრძოლები უკრაინიდან. იარაღი ხვდება დასაწყობებული ამერიკისა და ბრიტანეთის საელჩოებში. სულ ახალი შეზეთილი. ფორმებს ევროკავშირის ელჩი ახვედრებს, ჯავშანჟილეტებს გერმანიის. ევროკავშირის სხვა ქვეყნების საელჩოები ამათ უზრუნველყოფენ ერთი ნაწილის ტრანსპორტირებას რუსთაველის გამზირისკენ და ძირითად ნაწილს გადაისვრიან დასავლეთისკენ. თითო ბატალიონი შეკვეთილში, აბასთუმანსა და ჭორვილაში, სადაც უნდა დააპატიმრონ ბორის ივანაშვილი, მისი ოჯახის ყველა წევრი, ყველა ფლამინგო, პინგვინი, ზებრა, სკუნსი, თუთიყუში და ხელი მოაწერინონ 4 განცხადებაზე. პირველი, ქართული ოცნების დაშლაზე. მეორე, საპარლამენტო არჩევნების ბათილად აღიარებაზე. მესამე, ამერიკისა და რუსეთისთვის ომის ერთდროულად გამოცხადებასა და მეოთხე, თავარი, კაცების სავალდებულო გათხოვებაზე. მერე გადაახდევინებენ $7 მილიარდ და გაუშვებენ ბრაზილიაში თავის რაღაც ფაზენდაზე, საქართველოს პასპორტისა და მოქალაქეობის წინასწარი ჩამორთმევით, რა თქმა უნდა. არ თქვათ ახლა რომ ამას ვაჭარბებ. სუსისგან და ზოგადად პროჭორილებისგან ნაკლები სისულელე მოგისმენიათ ამ სისხლიან და აბსოლუტურად უტვინოთ 13 წელიწადში. Так что у нас свой СВО начался. ჩვენთან ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ჯერ ვუძლებთ. ვერ მაჩვენებთ ასეთ პატარა ბევრ ქვეყანას, რომელსაც ასეთებისთვის გაეძლოს. ერთადერთი დაგვრჩა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. უკვე მალე უნდა გავაკეთოთ. Побыстрее уже надо это делать. სანამ ეს საამაყო ქართველი ოკუპანტთან დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენდეს, მოდი მის ბიოგრაფიასაც ჩავხედოთ. 2 წამით, რომელსაც არათუ მალავს ძალიანაც ამაყობს. კაცი, რომელიც ქვეყანამ BPL-ას მეცახელად გაიცნო, სულაც არაა რიგითი პროჭორილელი ან მათი გაურკვეველი ექსპერტ-ანალიტიკოსი, ვინმე ხელწამოსაკრავი მოლაპარაკე თავი. კაცია, რომელიც ფოტოებს იღებს ყველასთან, რა კი ყველასთან მიესულება. თავისი ცოლისმის კარლო კახიკალაძის სახელით. ამ კაცს პაატა აბულაძეს. რუსეთში ყავს 2 ზრდასრული ვაჟი, ორივე კადრის ოფიცერი, ორივე უკრაინის ფრონტზე. ამიტომ ნამდვილად არ ტყუის, როცა ამბობს, რომ საკუთარი SVO აქვს. დიახ, ოჯახური ომი აქვს უკრაინასთან. ოკუპანტის რუსეთის სახელით, რუსეთის არმიის რიგებში. ასეთი კაცი პუშილინთან უნდა ჩადიოდეს, აბა, სხვა ვისთან. რამდენიმე რევოლუცია, რომელიც თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, საგარეო ჩარევის შედეგია. ცდილობაა მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში. ჩვენთვის სრულიად აშკარაა, რა სცენარი იყო საქართველოში ცოტა ხნის წინ, მაგრამ ქართველი ხალხი უფრო ძლიერია. ჩვენ თანამშრომლობა უნდა გავაღრმავოთ და კაზბეკ კუცუკოვიჩთან ერთად ამაზე ვმუშაობთ. სანამ სხვა საქმეებს ჩაუღრმავდებოდეთ, ეს კუცუკოვიჩი უნდა გავიგოთ ვინაა. დონბასელი სეპარატისტების თავი კაცი ახსენებს კაზბეკ კუცუკიძე ტაისაევს, რუსეთის დუმის წევრს ჩრდილო ოსეტიდან, რომელიც მეგობრობს მამუკა PPA-სთან და რასაც ქვია საჭიროდ კავშირებით უზრუნველყოფს მას. ამასიან ჩრდილოეთ კორეის ელჩთანაც პურის საჭმელად ყავდა. მოკლედ, პატრონებს როგორ შეუძლია. ახლა კი ჩაუწყო შეხვედრა პუშილინთან. ტაისაევი რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრია. აი, ჟუგანოვი, გავრილოვი, ქოცევის ძმაკაცი, მაგ პარტიის. სახელმწიფო დუმაში კი არის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. რითაც ძალიან მარტივად დავასკვნით, რომ ქართული მიმართულება დუმაში მას აქვს ჩაბარებული. მასაც. კუცუკოვიჩიც იქნებოდა ჩარეული, როცა უკრაინის ოკუპირებული რეგიონები ჯერ კიდევ წლების წინ ამყარებდნენ ვითომ დიპლომატიურ ურთიერთობებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან. 27 июня 2014 года Республика Южная Осетия официально признала государственность ДНР. Донецкая Народная Республика признала независимость Абхазии и Южной Осетии. ახლა ამ კაცთან, რომელიც სრულიად ღიად და ხაზგასმულად, არა მხოლოდ უჭერს მხარს, არამედ მუშაობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. აი ამასთან ჩადიან გვარით ქართველები და თანამშრომლობის გეგმებს აწყობენ. გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, რა სარგებლის მიღებაც შეგიძლიათ ჩვენგან. რით შეუძლია პუშილინს აი ამ ბედოულათების დახმარება როგორ ფიქრობთ? ფიქრზე დიდი დრო არ დაგეხარჯებათ. პირველ რიგში კავშირებით მოსკოვში. თუ გაკლიათ. თუ არა და კავშირებით სოხუმსა და ცხინვალშიო. სულ ყველასთან პირზე კოცინთ ვარ იქო. ამ ყველაფრის შემდეგ და ამ ყველაფრის გამო ერთი კითხვა მაქვს. არა, ბევრი მაქვს, მაგრამ ერთი ამ თავარი. დასჯადია თუ არა ქოცის თანამშრომლობა მტერთან, გამოხატულ, გაფორმებულ, მხოლოდ მოწოდებით კი არა, თანამდებობით მტერთან.
რომელიც არ შემოიფარგლება იმით, რომ არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სიტყვიერად. არა, პირდაპირ და დაუღალავად მუშაობს შენს სეპარატისტებთან. შენს დაუკითხავად დადის სტუმრად სოხუმსა და ცხინვალში და მას პინძლობს მერე მათ თავისთან. აფორმებს მათთან პოლიტიკურ ხელშეკრულებებს, ვაჭრობს, ამდიდრებს მათ. თუ ეს არა ამტრობა, სხვა რა არის? მართლა პირადად უნდა ჩაჯდეს ტანკში და ბომბდამშენში. სხვა ვერანაირად ვერ მიაყენებს ზიანს საქართველოს. ის რომ მუშაობს მთავარი კანონის, საქართველოს მთავარი კანონის, კონსტიტუციის წინააღმდეგ და ყველა საერთაშორისო დოკუმენტით აღიარებული საზღვრების წინააღმდეგ, საკმარისი არაა, რომ ვიღაც საქართველოს მტრად ვაღიაროთ. და მერე ამათთან მეგობრობა გამოდის თუ არა საქართველოს მტრობა. აი, ასეთი მარტივი კითხვა მაქვს იმათთან, ვისაც ასე უყვარს საქმეების აღძვრა 315 მუხლით, ყველანაირი სისულელის გამო. ვინმეს თუ წარმოგიდგენიათ იერუსალიმის მერის სიძე, რომ ჰეზბოლასთან შეხვედრებზე დადიოდეს და მერე ამით საჯაროდ ამაყობდეს. მისი შვილები რომ ირანის არმიაში მსახურობდნენ. ივრიდზე როგორაა გარაშენდი აქიდან? ლეიტენანტ მდინარაძე, ამაზე პასუხს ველოდები. ეს არის ვაშე გადაცემა. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა, TikTok-ზე. ან ყველა პლატფორმაზე ერთიანად. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.